თქვენ როგორ გგონიათ ტრამპის დღევანდელი მხარდაჭერა რიშისადმი, ამას რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს უცნობის მცდელობებზე აღადგინოს, დაამყაროს ურთიერთობა მათ სასარგებლოდ ტრამპის ადმინისტრაციას? პირველ რიგში გილოცავთ პროფესიულ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს განსაკუთრებით ამ ეტაპზე ყავდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტები, იყოს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ თქვენ ჩემს კარგად მოგეხსენებათ, რომ იმ დრაკონული კანონების მიღების ნაწილშიც მოყევით და რა თქმა უნდა ეს რეჟიმს არ მოსწონს და არ უნდა რომ თქვენნაირი ჟურნალისტები იყვნენ დამოუკიდებელი ტელევიზიებში და ისმოდეს დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვა. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ამ შეკითხვასთან დაკავშირებით ამის ადრესატები, ანუ თქვენ შეკითხვის ადრესატი რა თქმა უნდა არის ოცნების რეჟიმი, მისი ამ მუსახური თოჯინებით და საბედნიეროდ ის რომ ესეთი თოჯინები ყავს ივანიშვილს თავის დასში, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ თუნდაც რიშთან დაკავშირებით, თუნდაც ტრამპთან დაკავშირებით, რომ ისინი რაღაცას თითქოს დაალაგებენ. ნახეთ თქვენ რაიმე დაალაგებული? ნახეთ თქვენ რაიმე დაალაგებული, ეს არის დაალაგება, ანუ ჯერ კიდე დეკემბერში ივანიშვილი გვპირდებოდა, ხო, რომ ამერიკასთან დაალაგებდა ყველაფერს და ყველაფერი კარგად იქნებოდა. რაც შეეხება რიშთან დაკავშირებით, რა არის საწინააღმდეგო გვინახავს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. არა, საწინააღმდეგოც შეიძლება არ გვინახავს, მაგრამ დაალაგებას მე მგონი ვერ ხედავთ, ხო? დაალაგება ჩვენ ჯერ ეს ერთი დაალაგებაც არის და დაალაგებაც რას ნიშნავს დაალაგება? დაალაგება ნიშნავს რაღაც ოლიგარქიულ სტილში და რაღაც იქ თითქოს ლობისტების ერთმანეთის ჯერზე რამოდენიმეჯერ აყვანაში და ამის თანხის გადახდაში და ინფორმაცია ხო იცით როცა გაჟონავს ეს ინფორმაცია ხო დიწილად ხო მაგრამ დაუბრუნდეთ ესე დაუბრუნდეთ ივანიშვილის დას ამ იმ უბადრო თოჯინებს რომლებიც ესეთ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ თუნდაც რიშთან მიმართებაში რომ მის განცხადებას რიშის განცხადებას ჩალის ფასი აქვს ის რომ ისინი რიში არ წარმოადგენს ამერიკელ ხალხს კობახიძე წარმოადგენს ქართულ ხალხს ივანიშვილი წარმოადგენს ქართულ ხალხს რომელსაც არჩევნები მოპარა და რომელსაც ქუჩაში სცემს და აგერ 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი ყავს და რომლებსაც არაკონსტიტუციურად უკანონოდ მიუსაჯეს სანქცირებული მოსამართლეების ზუსტად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეების მეშვეობით ზონდერ მოსამართლეობის მეშვეობით პოლიტიკური განაჩენები გამოუცხეს და უცხობენ ამ 50 ადამიანს და აი ამ გადაწყვეტილებას აქვს ჩალის ფასი ამ სიტყვებს აქვს ჩალის ფასი და კიდე ერთხელ უსაუხას რომ ივანიშვილის ეს უსახური თოკის თოჯინები რომლებიც მის დასშია გაერთიანებული ისინი რომ ესეთები არიან ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს რო აკეთებენ ისინი რომ მათ რომ არაფრის თავი არ აქვთ აი გახარიას ლანდის რო ეშინიათ რო ეშინოდათ და ახლაც რო ეშინიათ ეგეთები რო არიან ამიტომ ვერ დაამყარა ივანიშვილმა დღეს დიქტატურა საბედნიეროდ თორემ როგორ გონიათ ეხლა თქვენ რომ მაგათ მას ყავდეს ისეთი ადამიანები რომლებიც მართლა რაღაცის გამკეთებლები არიან დღეს ჩვენ ვიქნებოდით პირდაპირ დიქტატურაში. პროცესი დიქტატურამდე? არა, პროცესში თითქოს რაღაცას ამაში რაღაცას ხარშავენ, მაგრამ კიდევ ერთხელ მეორე დასში ყავთ ისეთ თოჯინები, რომლებიც კარგად ვიცნობენ მათ. კარგად ვიცნობენ, არაფრის მაქნისები ისინი არ არიან, არაფრის მაქნისები ისინი არიან. აი, მე გეტყვით ახლა პირადად ჩემთან მიმართებაში. ძალისბერკეტი არის. რამდენ ადამიანს გამოუწერეს 5,000 ლარიანი ჯარიმა, ხომ იცით რომ 2 მილიონ ლარზე ავიდა ეს ამ დრაკონული კანონებით, რომლის სანქცია იყო 500 ლარიანი და ავიდა 5,000 ლარზე. ან 1000 ლარზე აიყვანეს ეს და სანქცია ფაქტობრივად ჯერ ერთი აქვს სუსხავი ეფექტი რომ სუსხავი ეფექტი ის ტერმინია რომელიც თქვენ ალბათ რამოდენიმეჯერ გაგიგიათ კიდეც ეს საგონსა სამართლის გადაწყვეტილების ერთ-ერთი ასე ვთქვათ განმარტება ამ სუსხავი ეფექტი იმასთან დაკავშირებით რომ შენ როდესაც იღებ მაგალითად ისეთ საკანონმდებლო აქტს რომელსაც მომავალში ანუ მისი მოქმედებით შესაძლოა მომავალში ძალიან ბევრ ადამიანს საერთოდ უფლება ანუ მისი უფლებების განხორციელებას ხელი შეუშალოს მისი მსუსხავი ეფექტის მეშვეობით. აი ზუსტად ამას ნიშნავს ეს სანქციის ნაწილი და ერთ-ერთი ვარ დაჯარიმებული მე და გაგეცინებათ. რუსთაველი გადავკეტე, ესე იგი მე ჩემი სატრანსპორტო საშუალებით და იცით სად გამომიწერეს ჯარიმა თუ გამოიცნობთ? კასპში. რა თქმა უნდა გაყვასაჩივრე
როგორც ანაჩენმა სხვა ადამიანებმა სატრანსპორტო საშუალებით გადავკეტე რუსთაველის გამზირი, არა და თქვენ კოლეგებს რუსთავი 2-დან და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვერთვებოდი ჩვეულებრივად და მე ძალიან ციოდა შეხვედრაზე ვიყავი და არ ვიყავ შესაბამისად ჩაცმული, იმ ამინდებში, როგორი ამინდებიც იყო, ეს არის 24 თებერვალი თუ არ ვცდები და 28-ში, როდესაც ზესტაფონიდან ბრუნდებოდი თბილისში, გზაში, კასპში, პატრულ ინსპექტორმა ამომიწერა ჯარიმა 5000 ლარიანი, იმიტომ რომ ამ სატრანსპორტო საშუალებით თურმე მე გადამიკეტია რუსთაველის გამზირი. ერთხელ ხარ დაჯარებული, ახლა ისეთი დროა უკვე ესეც კითხვა. ერთხელ ხარ დაჯარებული. საქმე იმაშია რომ ნახეთ, ჩვენ დღეს სამწუხაროდ გვყავს მაგნიტსკის სიაში მყოფი ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელთა პატრულები ესე იქცევიან. ჩვენ გვყავს მოსამართლეები, რომლებიც დასანქცირებულები არიან და არიან ზონდერ მოსამართლეები, რომელთა მეშვეობითაც რეჟიმი ინარჩუნებს ხელისუფლებას, მაგრამ დიდი დღეები არ უწევია. მეგობარი აქ ის კონტექსტი, სადაც ასევე არის სწორედ ეს სანქციების ჩანაწერი, ტრამპის ამ დღევანდელმა განცხადებამ რიშის მხარდაჭერამ გააჩინა მეტი რწმენა, რომ ეს აქტი გავა საბოლოოდ და დამტკიცდება და თუ გავა, ეს იქნება ის, რაც დაუსვამს ერთგვარად წერტილს ოცნების მოლოდინს ტრამპის ადმინისტრაციასთან დალგებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ნახეთ, ჩვენ ვნახეთ ოცნების რაღაც დიდი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, როდესაც თუ არ ვთქვი, ეს იყო თებერვლის დასაწყისში, როდესაც მეგობარი აქტის როდესაც გადადება მოხდა და მაშინ ხო ხედავთ რომ გადაიდო და არ მიიღებენ და რატო გაეხარდათ? იმიტომ გაეხარდათ, რომ ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც სანქციები არ მოქმედებს. ხო გახსოვთ ეს, რომ სანქციები მათი არ მოქმედებს? ესენი ის ადამიანები არიან, რომელსაც ამ სანქციებს კიდევ ერთხელ მათ ტერმინს გამოვიყენებ, ჩალის ფასი აქვს, არა და პირიქით ხედავთ ჩვენ ყველაფერს, იმიტომ რომ ამას ყველაფერს დრო ჭირდება, ეხლა თქვენ ეს ძალიან კარგად იცით, რომ ნებისმიერ სანქცია რომ მოვიდეს მოქმედებაში, ამას ჭირდება შესაბამისი დრო. და სანქციები რომ დააჩქარებს ამ პროცესს. რა თქმა უნდა, ეს აქტი, როდესაც თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამერიკას ყავს როგორც სენატი, ასევე ყავს კონგრესი და სენატის დონეზე, როდესაც განიხილება ამ დონის აქტი და ჩვენ ვიცით, რომ ეს კონგრესმენების ხარდაჭერაც აქვს ამ აქტს, გულისხმობ იმას, რომ ცალკეულმა კონგრესმენებმა უკვე გააკეთეს განცხადება, რომ ისინიც უერთებიან ამ მეგობარ აქტს, ქართველი ხალხის მხარდაჭერა აქტს და რომლითაც მოხდება პირდაპირ ფიქსაცია იმისა, თუ რა ჩაიდინა ოცნებამ, რა განახორციელა მათ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როგორ მოპარეს მათ არჩევნები, როგორ მოპარეს მათ დემოკრატია, როგორ მოპარეს თავისუფალი სასამართლო, რა ურთიერთობა აპირებენ ჩინეთთან, როგორი ურთიერთობა აქვთ რუსეთთან, ასევე საუბარია სანქციების ნაწილის გაფართოებაზე და აქვე არ მოგვაგვიწყდეს ჩვენ ბრიტანეთის სანქციები, რომელიც კორელაციაშია პირდაპირ ამერიკულ სანქციებთან და ახლა კიდევ ერთხელ დადგა ინგლისის პარლამენტში ივანიშვილის და მისი გუნდის ამ 25-30 კორუმპირებული ოჯახის, რომელიც ივანიშვილი მარტო ამ სისტემას ვერ გულისხმობდით ამ 25-30. რა თქმა უნდა, რუხაძესაც გულისხმობდი, თქვენ მე მახსოვს არაერთხელ გიგითხიათ ესე ეთერში პირდაპირ და მე გითხარით, რომ დადგება ამის დრო, რომ პირდაპირ ჩვენ გვექნება მითითება თუ ვინ არის ადამიანები და რუხაძე ეს არის ჩვეულებრივი, ეხლა მე არ მოვერიდები ამ სიტყვას, ერთ-ერთი მოროდიური ბიზნესმენია, რომელმაც ხელი მოითმო თავის დროზე, ეხლა ეს არ არის დასამალი, ხო, თავის დროზე პატარკაციშვილის ხმებასთან მიმართებაში და სასამართლომ ეს დაამტკიცა, რომ მან 170 მილიონი დოლარის ეკვივალენტი გერმანკა სტერლინგები უნდა გადაიხადოს იმისათვის, რომ ის თვალთმაქცურად ეუფლებოდა სხვის ქონებას. ეხლა ჩვენ ამას ხო ხედავთ, რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც ფლობს იმედს, რომელიც თავარი პროპაგანდისტული მანქანაა ივანიშვილის, რომელიც ფლობს ცემენტის ბიზნეს ივანიშვილთან, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ როდესაც რუხაძეს მიადგენ, ძალიან მალე მივლენ ივანიშვილთან და ეს ივანიშვილმა ხო ძალიან კარგად იცის. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ადამიანების ძალისხმევა, რომლებიც აგერ უკვე 110 დღეზე მეტია ქუჩაში დგანან. კი ბატონო. და ისინი
ისინი თავიანთი პროტესტით უკვე აღწევენ იმ შედეგებს, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ამ სანქციის ნაწილს და ეს არ არის ცოტა, მერწმუნეთ არ არის ცოტა, იმიტომ რომ როდესაც შენ რეჟიმი გმართავს, რომელმაც არჩევნები მოყარა, რომელმაც დემოკრატია მოყარა, რომელმაც ბიუჯეტიდან ფული მოყარა და პერმანენტულად გყარავს და მე ამ ფულით შენ არჩევნებს გყარავს, ამისთვის ეს ერთ დღეში ვერ მოხდება, ამას სჭირდება ზუსტად ეს პერმანენტული აქციები. ის 50 პოლიტპატიმარი ჩვენ არ უნდა გვაღვიძდეს და მეცაც გეტყვით, ის 50 პატიმარი თითოეულმა ჩვენთაგანმა, რომელსაც ამ ქვეყნის მომავალზე გული შეგვტკივა, ზეპირად უნდა ვიცოდეთ მათი სახელები და გვარები და უნდა ვაკეთებდეთ ყველაფერს მათი ოჯახებისთვის, ოჯახების წევრებისთვის, რომ მათ არ ქონდეთ არანაირი გასაჭირი, იმიტომ რომ ის ადამიანები ახლა იხდიან, აი როგორც მონღოლების დროს იყო, ხო იცით ის ხალა და ბეგარა. აი ამ ხალას და ბეგარას იხდიან ისინი, ის ხალხი თავიანთი ახლა ციხეში ყოფნით და მათ ოჯახებს პირიქით და როდესაც ამ დროს გამოდის პროკურატურა, ივანიშვილის მართული პროკურატურა, ეს რაღაც მარიონეტი ფიგურები და ფონდების დაყადაღებას იწყებენ, მათ წინააღმდეგ იწყებენ ამას ყველაფერს, ეს კიდე ერთი გამოვლინება ამ რეჟიმის და ეს გასაკვირი იმ დროს იქნებოდა, როდესაც დემოკრატია იქნებოდა ქვეყანაში, მაგრამ ავტოკრატიაში ეს არაფერი გასაკვირი არ არის და მეტიც მოსალოდნელია. პატიმრები თქვით, რომ მათი გვარები უნდა იცოდეს ყოველ საკითხად, განხილვის საგანია მათ შორის მათი ოჯახის წევრების პოზიცია, რომელიც ეხება თვითმმართველობის არჩევნებს და ესეც არის ერთგვარად თემა დისკუსიის. გითხარით თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ამ ადამიანების პოზიციას? ფიქრობთ თუ არა რომ 31 მარტს უკვე ამ დღისთვის მაინც უნდა იყოს გარკვეული მკაფიო პასუხი სწორედ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებითაც? ნახეთ, ჩვენ რომ მათ ოჯახებს და მათ პატივს უნდა ვცემდეთ და ვცემთ ეს უკვე მოგახსენეთ, ეს არის ალბათ ფუნდამენტური საკითხი. რაც შეეხება 31 მარტს, ეს 31 მარტიც, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ფუნდამენტური საკითხი, გულისხმობ იმას, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის ანუ რეფერენდუმის გამოცხადების დღეა, როდესაც ეს ამან ფაქტობრივად საფუძველი ხელახალი საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობას და თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ ეს უნდა აღნიშნოს ძალიან დიდი პატივით. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, ჩვენ მათთან კოორდინაცია გვაქვს, მით უმეტეს ჩვენ ძალიან კომფორტულად ვცნობ თავს საქართველოს პრეზიდენტთან, მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, მაგრამ ჩვენ აქვე უნდა გავმიჯნოთ რა არის კოორდინაცია და რა არის ერთიანობა. კოორდინაცია არის ის, რომ ზე პარტიული საკითხები, როგორც არის საქართველოს დაბრუნება კვლავ ევროპულ რელსებზე, როგორც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, როგორც არის მაგალითად ხელახალი არჩევნები, ამაზე ჩვენ რა თქმა უნდა კოორდინაცია გვექნება და ამაზე ჩვენ თანხმედრა გვაქვს. თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ჯერ ასეთი თანხმობა არ არის. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნები, პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ოცნების ნარატივი მათ მიერ უკაცრავად ამ ჟარგონისთვის შემოგდებული ახლა რაღაც საკითხების გადატანისთვის ამ დაძაბულობის მათთვის დაძაბულობის მოხსნის ესეთი ფანდია და ამ საკითხს ყავს თავის სასარგებლო იდიოტებიც ყავს და ალბათ ის ადამიანები რომლებიც ვერ იაზრებენ რომ ოცნება ამას ყავს 31 მარტს სწორედ ამ თემის განეიტრალებისთვის უნდა იყოს რაიმე პოზიცია? მე ვფიქრობ რომ ჩვენ 31 მარტს უნდა მივაგოთ შესაბამისი პატივი და იმ კოორდინაციის ნაწილში რაც ჩვენ გვაქვს სალომე ზურაბიშვილთან და დანარჩენ ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებთან ჩვენ ეს ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, რაც თქვენ მკითხეთ, თვითმმართველობის არჩევნები დღის წესრიგში არ უნდა იდგეს 7 თვით ადრე და ეს არის პირდაპირ ოცნების ნარატივი და ამაში შეყოლა ნიშნავს იმას, რომ ოცნების თითქმის დაასხა წყალი და ნუ ახლა არჩევნებისთვის ჩვენ რომ მზად ვართ და არჩევნებისთვის ყველა პოლიტიკური პარტია მზად უნდა იყოს, ეს არ ახალია და ჩვენ ვამბობთ რომ უნდა იყოს ახალი არჩევნები და თუ ეს ახალი არჩევნები იქნება დანიშნული და მე ვფიქრობ რომ მოუწევს ივანიშვილს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, ეს იქნება მისთვისაც კარგი და ყველასთვის კარგი. კეთილი. ისე გიორგი გახარია არ ჩანს ბოლო პერიოდია. საქართველოშია, ხო? 31-ში იქნება ალბათ. ბრიუსელშიც არ ჩანს ტელეთერში. გიორგი გახარია საქართველოშია, თუ კონკრეტულად დაინტერესებდა 2 დღის წინ, 1 დღის წინ ჩამოფრინდა უცხოეთიდან. უცხოეთში ქონდა რაღაც შეხვედრები. დღეს მაგალითად ოფისში ქონდა შეხვედრები, ასე რომ გიორგი გახარიას ანუ ამ თემაზე პოზიციონირებას ხომ არ ერიდება, 31-ში იქნება. მე როცა საუბრობ აქ, ჩათვალეთ საუბრობს გიორგი გახარია.
31-ში იქნება ის პრეზიდენტის პარტიაში. არ გიორგის გეგმილი აქვს სხვადასხვა შეხვედრები უცხოეთში 31-ში რა თქმა უნდა თუ საქართველოში იქნება ჩვენთან ერთად, მაგრამ ჩვენ იქ ვიქნებით. როცა საუბრობ საკუთარ თავს წარმოადგენთ, მაინც გახარიას. არა, მე საუბრობ, როდესაც მე აქვს საუბრობ როგორც პოლიტიკური პარტიის გახარია საქართველოსთვის სახელით, ჩათვალეთ რომ საუბრობს გახარია.